მოწვევისთვის მე ვფიქრობ, თქვენ სამონარიდი წაიკითხეთ განცხადებისა, ეს არჩევანი თავად ქართულმა ოცნებამ გააკეთა ხელისუფლებაში, რომელიც ჯერ კიდევ ადამიანების ნაწილის მხრიდან იწოდება როგორც ქართულ ოცნებად, მაგრამ ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის და რაც უფრო გადის დრო დღეები, სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში ეწმუნდება, რომ ეს არის რეალურად რუსული ოცნება. დიახ, უსამშობლოა ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლაბორაციაში შედის მტერთან, ოკუპანტთან, ზურგს აქცევს ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ სამშობლოს და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. როდესაც შენ რუსული ოცნება იქცევი ისე, როგორც იქცევი, ამ ყველაფერს წინ ნამდვილად უძღვის სამშობლოსთვის პირველ რიგში ზურგის შეკცევა. ამ ადამიანმა შეაქციეს ყველა მაინც ვილაპარაკოთ ღია ნიშნებზე, კიდევ ერთხელ ვისთვისაც თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სამშობლო რუსული ოცნებაა. რაც მნიშვნელოვანია ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ბატონო? ვისაუბროთ ღია ნიშნებზე, კიდევ ერთხელ, რაც ის გამოც შეიძლება თქვენ დღეს ამამად არქმევდეთ მათ. ვირფასი დრო თქვენი რო არ წავართო მაყურებელს და ბევრ საკითხზე მოვასწროთ საუბარი, გუშინდელი განცხადება ავიღოთ მხოლოდ ქართული ოცნების. მათ შეუძლიათ ფორმალურად თქვან, რომ ესენი არ არიან ოცნების წევრები. არა, მე არც კი ვცდილობ, რომ დავღალო მაყურებელი ტყუილების ტირაჟირებით და ყველაფერს ვეძახი იმ სახელს, რა სახელიც რეალურად მათ ჰქვიათ. ეს არის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება ენით აღუწერელი საარაკო ტყუილით და არაერთი იყო ასეთი ტყუილი იქ მოყვანილი და პირდაპირ დასდეს ბრალი თავარ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალებაში და იმ სახელმწიფო გადატრიალებაში იმ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში უამრავი დროის, ემოციის, ფინანსური რესურსი აქვს გაღებული, რომ ქვეყანა ყოფილიყო კეთილდღეობით სავსე, სახელმწიფო ყოფილიყო დაცული, უსაფრთხო, მდიდარი და ასე შემდეგ. აი ამ საუკეთესო ჩვენს მეგობრებს რუსული ოცნების მართლაც გადაჭარბების გარეშე უსამშობლო ადგილობრივი ლიდერები ბედავენ და უწოდებენ უაპელაციოდ მოღალატეებს და ძდებენ ბრალს. გეთანხმები, ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს. და ასევე წარმოუდგენელია, რომ ეს 4 ადამიანი მოქმედებდეს ოცნებისგან შორს, ვაშლის ხისგან შორს არ ეცემა ცნობილი გამოთქმა, რაღაც ერთი კონტექსტის ნაწილია, მეტიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ წერილის შედგენაში ოცნების იდეოლოგიური რაღაც ჯგუფია ჩართული, ამის მიუხედავად მათ შეუძლიათ ღიად თქვა, რომ ესენი ფორმალურად ქართულ ოცნებას არ ეკუთვნიან ეს ადამიანები. აი ეს ამ არგუმენტს ამ დისკუსს კიდე გავიმეორებ თქვენს ნებართვით, განგება არ მინდა შემოსვლა, რომ დროის კარგოა და საუბარია რუსული ოცნების წარმომადგენლებზე, რომლებმაც როლები გადაინაწილეს, ხო? ეს განცხადება გავრცელდა ხელისუფლების სახელით. ასე არის ეს ჩემთვის და უდიდესი შეცდომაა უწოდო ამ 4 ადამიანს ქართული ოცნებისგან გამიჯნულ დეპუტატებს და მოიხსენიებდეთ. უდიდესი შეცდომაა, ანუ მცდელობა შეცდომაში შეყვანის საზოგადოების, რომელიც საკმაოდ კარგად აფასებს მოვლენებს და მათ შორის ამ ეპიზოდსაც კი. ამიტომ დიახაც აღარავის აღარ უნდა გაუკვირდეს, აღარც უკვირს, სამწუხაროდ მიწევს ამის აღიარება, რომ ჩვენ ქართული ხალხის დიდი ნაწილი, უდიდესი ნაწილი ამ ადამიანებისთვის ვართ მტრები. ჩვენ მათთვის, რუსული ოცნებისთვის, მათი ადგილობრივი ლიდერებისთვის ვართ კლასობრივი მტრები. დიახაც ასე ჩამოვყალიბდით. რუსული ოცნების სურვილები, მიზნები აცდენილია ჩვენს მიზნებსა და სურვილებთან. ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა შევცვალოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. კი ბატონო, როგორ პირდაპირ უნდა გქონდეთ ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ნიკა, როდესაც ამბობთ, რომ ეს არის რუსული ოცნება, ეს არის პრორუსული ხელისუფლება, რომელთაც მივყავართ რუსეთისკენ და
ცხოვრება ამ დროს ჩვეულებრივად გრძელდება ქვეყანაში, სადაც მისი უმრავლესობა ყოველთვის ღიად დეკლარირებს, რომ ის არის პროდასავლური განწყობის. ეს რა პრობლემას აჩვენებს თქვენთვის? თქვენ არ გენდობიან, თქვენ სიტყვებს არ ენდობიან, ხალხი ჯერ ვერ ახდენს იდენტიფიცირებას, რომ ეს მართლაც რუსული ოცნებაა, როგორც თქვენ ეუბნებით, ანუ ასე მკაფიოდ ვერ ხედავს, თუ თქვენი სისუსტის აღიარება, თუ რისი აღიარებაა ეს? საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ წლების განმავლობაში თვალსაცემად ვერ ხედავდა ამ რეალობას. კარგად შენებული ჰქონდათ ეს რბილად რო ვთქვათ დეფექტი, თუ ეს დეფექტია და არა და ეს არის პირდაპირ ღალატი, არც მეტი და არც ნაკლები ეროვნული ინტერესების და საკუთარი ხალხის და რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ქართული ოცნება დადგა დილემის წინაშე. კარები, რომელიც გაუღო თავისუფალმა ევროპამ, გამოეყენებია შესასვლელად თუ ზურგი შეექცია და შეაქცია ზურგი და აი აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა საბოლოოდ ირწმუნა ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც სხვა ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე წლების განმავლობაში მანამდე ხედავდა. გულისხმობ ევროკავშირის მხრიდან გამოცდილ ხელს, რომელიც მოლდოველებს, უკრაინელებს და ჩვენ გამოგვიწოდეს და ქართულმა ოცნებამ, რუსული ოცნების სახით ხელი მათ არ ჩამოართვა და გადავიდნენ ღია ანტიამერიკულ, ანტიევროპულ თავდასხმებზე. ანტიევროპულ პოლიტიკას შეუნიღბავად ატარებენ. პროდასავლური უდიდესად პროდასავლური საზოგადოება. ყველა კვლევით არის არნახული პროცენტი, რომელიც ამბობს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფება არის რაღაც იდეა ამ ეროვნული იდეის ტოლფას. ამ დროს ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდება, თქვენ ამბობთ, რომ ისინი რუსები არიან. არ გრძელდება. არ გრძელდება. ყველაფერი თავის ადგილზე ამ დროს. მადლობა ამ შეკითხვისთვის. არ გრძელდება ჩვეული რიტმით და მით უმეტეს ვერ გაგრძელდება ჩვეული რიტმით მომდევნო თვეებში განსაკუთრებით და ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ მეტნაკლებად დეტალურად. ვახსენე და გავიმეორებ, ბევრისთვის ჩემ და სამწუხაროდ არ იყო აშკარა ქართული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკა წლების განმავლობაში, ვაღიაროთ, ხომ? და მას შემდეგაც ფალშისაცემი გახდა, მათ შორის თბილისში თქვენ სტუმარს ეს მონაცემები უხსენებია, 50% ქართული ოცნებისვე ამორჩეველმა ზურგი შეაქცია რუსულ ოცნებას. ახლა რა არის გასაკეთებელი? ანუ უკაცრავად შეიძლება ეს ხალხი დღეს ქუჩაში არ გამორბის, მაგრამ არჩევნები რომ იყოს ის დააფიქსირებს სხვა განწყობას. ხელისუფლება, როდესაც არის მიტაცებული, მთელი ფენომენი ხელისუფლების მიტაცებისა და ბრუტალურობა ამ ფენომენის მდგომარეობს ამაში, როდესაც უდიდესი უმცირესობა, რომელიც მართვის სადავეებს უკანონოდ ხელში ჩაიგდებს, დაეპატრონება, ქვეყანაში ქმნის ოლიგარქიულ ეკონომიკას, ქვეყანაში პროცესები წარიმართება რამდენიმე ადამიანის ნებასრულზე, რომლებიც არ არიან ყველაფერთან ერთად სუვერენულნი და იმართებიან რუსეთის მიერ, რომლებიც დღეს მდგომარეობით ასევე უნდა ვაღიაროთ, აღწევენ წარმატებას. ეს ყველაფერი არის სახეზე, ამიტომ მე მithქვავს გავიმეორებ, ბევრი დრო ნამდვილად არ დაგვჩენია დიანა. არ მინდა ეხა დამატებითი შფოთი შევიტანო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში, მაგრამ ძალიან ცოტა დრო დაგვჩა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ამ ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. შეიძლება ეს დრო ითვლის რამდენიმე თვესაც კი. დიახაც, რამდენიმე თვესაც კი. ნიკა, ვილაპარაკებთ მაგაზე, მაგრამ მინდა გკითხოთ, თქვენთვის ხელისუფლების ქმედებებში მესმის რთულია იმ ტიპის განცხადებები კეთდება, ამაზე ფიქრი, მაგრამ რაღაც რაციონალიზმის თუ გიძებნიათ, რომ რუსეთის ომის მანქანა დაქოქილ მდგომარეობაში, ქვეყანაში, რომელშიც არის რუსული სამხედრო ძალა წარმოდგენილი, სულ აქვე, ეს ვთქვათ, ძალიან ახლოს. ეს და თქვენ კარგად იცით რა წინაპირობა ჰქონდა ამ ომს, ეს იყო ვლადიმერ პუტინის მიმართვა ნატოსადმი, შეერთებული შტატებისადმი და კონკრეტულად ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე იყო ხაზი გასმული, ეს იყო საქართველო და უკრაინა. ანუ ამ დროს რაღაც ტიპის რაციონალიზმი მესმის, რომ ძალიან რთულია, მაგრამ ხომ არ გიძებნიათ ან გიპოვიათ ქართული ოცნების ქმედებებში? რუსული ოცნების ქმედებებში
და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყურს აღარ ჭრის არავის. წილი ნაყარია ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი, ახლა ჯერი არის ჩვენზე. ძალიან მარტივი მოძიმე, მაგრამ ძალიან მარტივი მოცემულობა. ჩვენი სურვილი არის, ჩვენი მისწრაფება არის გავხდეთ თავისუფალი ევროპის წევრი სახელმწიფო, ხო, სადაც დაცულია, უზრუნველყოფილია კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ეს ყველაფერი გარანტირებულია და კიდევ ბევრი და ბევრი სხვა სიკეთე. მაგრამ ამ რუსული ოცნების ადგილობრივი ლიდერებისთვის ევროკავშირის წევრობა, დიანა, ძვირფასო მაყურებლობო, თვით ლიკვიდაციის ტოლფასია, მათთვის სიკვდილის ტოლფასია. ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ნიშნავს რომ არჩევნები აღარ ყალბდება. იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ნიშნავს რომ მუსიკას ვეღარ უკვეთავს ოლიგარქი, ნიშნავს იმას რომ შენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვერ ხვდებიან და განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტები და განსაკუთრებით ანუ დემოკრატიული ეს ვთქვათ სხდების გამო არ უნდათ ევროპა თუ იმის გამო რომ რუსები არიან ეს სხვადასხვა რამეა. არა, შეიძლება ერთი და იგივე გზისკენ მიყავდეს, მაგრამ სხვადასხვა მოტივაციაა. აი იქამდე მივდივარ. ადგილობრივ ლიდერებს ამ რუსული პარტიისა, რომლებიც თავიდან ბოლომდე და მე არ მიხარია ყველაფრის აღიარება, მაგრამ ტყვილი არ უნდა ვაკადროთ ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, იმართებიან და არიან რუსული იმპერიალისტური ხელისუფლების დიქტატის ქვეშ. ეს არის ცხადზე უცხადესი, მე ვფიქრობ, ნებისმიერი ობიექტურად განწყობილი მოქალაქე დღეს, ვისთვისაც პატრიოტიზმი, სამშობლოსადმი ერთგულება არის მნიშვნელოვანი და ძვირფასი, ამ ყველაფერს დღეს უკვე ცხადად ხედავს. და თუ კი არიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს არ აღიარებს, ისინი არასოდეს არ აღიარებენ ისტორიის განმავლობაში ყოფილა ბევრი ასეთი ქართველი. და ჩვენ ვერ მოვახერხებთ 100% საქართველოს მოქალაქეებისა იმაში დარწმუნებას, რომ ეს ქვეყანა კარგავს ყველაზე ღირებულს. თავისუფლებას, ხო? ეხლა მე ვერ გადავარწმუნებ ბატონ კობახიძეს, ვერ გადავარწმუნებ მის ოჯახის წევრებს, მის გუნდის წევრებს, რომლებიც უშუალო მატერიალური სიკეთით სარგებლობენ და მათ აწყობთ, მათ არ აინტერესებთ რა დროშა იქნება აფრიალებული ამ ადამიანებს არ ვილაპარაკოთ ივანიშვილზე, რატომ იცი მას რა მოტივაცია აქვს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის პრობლემას ხედავს და ამიტომ არ უნდა თქვა დასავლეთი და უნდა რუსეთი ვლადიმერ პუტინის პერსონალური შიში აქვს, რომელიც არ ვიცი მოსკოვში გამდიდრებულ ადამიანებს შემდეგ სხვა ტიპის ვალდებულებები აქვს ხოლმე და ამ ტიპის ურთიერთობაშია ის და ამ ტიპის ფიზიკური საფრთხის შიში აქვს თუ შიში აქვს რომ როგორც ვახსენე დაქოქილი ომის მანქანის პირობებში იყოს ასეთი როგორიც არის დღეს რომ მაქსიმალურად დაათფოს და აირიდოს რაიმე ტიპის სამხედრო საფრთხე. დიახ, კომპლექსურად ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა. ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა მждарიყო ორ სკამზე ერთდროულად. პირველივე დღიდან მისი ხელისუფლებაში მოსვლისა. რუსულ სკამზე და დასავლურ სკამზე. დასავლურ სკამზე ჯდომა იყო თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, არაგუწრფელი მისი მდგომარეობა. მოხდა ისე, რომ ფიზიკურად ეს ადამიანი ამ სკამიდან გადამოვარდა. ეს მეტაფორულად თუ იმომცეთნებას რომ ვისაუბრო. დღეს ეს ადამიანი დღემდე ტერფამდე არის ანგარიშვალდებული, რა თქმა უნდა, რუსულ სპეცსამსახურებთან, პუტინთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბატონ ივანიშვილს და მის, ასე ვთქვათ, ვითომ გუნდის წევრებს ევროპაში ყოფნა არ უნდათ. აი რას გულისხმობ ნახეთ. ამ ადამიანებს ევროპა უნდათ იქ, არა აქ. ამ ადამიანებს უნდათ, რომ ჩვენს ხარჯზე გამდიდნენ, რომ იპარპაშონ, რომ დაგვიჭირონ, რომ გვდევნონ, რომ დაგხურონ ტელევიზია, თუ კარგად მოიქცევით, გახსნან, რომ დაგაჯარიმონ, თუ მათი ნებასურვილი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, აქ სისტემური პარტიები. აქ მოხვეჭილი ჩვენს ხარჯზე ფულით ისინი და მათი ოჯახის წევრები წავიდნენ ევროპაში, იშოპინგონ რომში, იშოპინგონ მადრიდში, პარიზში, თვის ვარცხლობა მოიწესრიგონ მილანში, ავიცი გაიკეთონ პედიკური ნიცაში, გაიკეთონ არ ვიცი მანიკური ბარსელონაში, გაიკეთონ ტატუ ბერლინში.
არ ვიცი, ბოტოქსი ფლორენციაში, არ ვიცი, ღამის კლუბებში იარონ, სხვა ქვეყნებში, რესტორნებში, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მათ სურთ, განა არ სურთ. მათ ევროპა უნდათ იქ და ჩვენ ევროპა გვინდა აქ. აი ეს არის ბრძოლა. აი ეს არის, არა. ჩვენ გვაქვს ამბიციაც და შესაბამისი ამუნიციაც ქართულ ხალხს, რომ ცხოვრების სტანდარტი საქართველოში ჩვენს მიწაზე არანაკლები იყოს, ვიდრე წამყვან დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოებშია. რა თქმა უნდა, ივანიშვილს დღეს არანაკლებ ეშინია, თუ არა უფრო მეტად ეშინია პუტინის, ვიდრე შესაძლებელია ეშინოდეს საერთაშორისო სანქციები. ეს ასე უყურებს, მან გადაკვეთა უკვე ყოველგვარი დასაშვები და დაუშვებელი ზღვარი და ღიად დეკლარირებულად იგი თამაშობს რუსულ თამაშს. აქ სასაუბრო არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ მოხდეს მოსახლეობის, მოქალაქეების, საზოგადოების სრული კონსოლიდაცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნებართვით უახლოეს პერიოდში არ მიყვას მოვლენებს წინ ყოველშაბათი არ ვისურვებდი ახლა ამ ეტაპში მოვლენებისთვის წინ გამესო რა შემთხვევაში გამისცემით ხარით? ან რაღაც განცხადებები ქონიათ ესეთი. მაინც მოგიყვებით. როდის მოვიყვებით? კი ბატონო, სხვათა შორის რამდენიმე headline-ი ამოვიწერე ბოლო 2 წლის და გეტყვით ამის შესახებ. კი ბატონო. და ამიტომ ახლა რა გამოწვევის წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ, არც ერთ ეტაპზე არ ვდგავართ. არც ერთ ეტაპზე. და აქ დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ამისათვის მნიშვნელოვანია შემოდგომა, წელიწადის ეს დრო, რა თქმა უნდა, გონივრულად, პრაგმატულად და ერთობის პირობებში მოხდეს ხელისუფლების იძულება, რომ მან დათმოს ძალაუფლება. მათ უნდა დაყარონ იარაღი. მათ უნდა დაყარონ იარაღი როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე ირიბი გაგებით, იმიტაცებული იარაღი რა არის ძალაუფლება? სახელისუფლებო ბერკეტების სახით. დიახაც, ეს არის იმიტაცებული ბერკეტები, რომელიც მათ მიიტაცეს დაუმსახურებლად და ამ ბერკეტებს იყენებენ საკუთარი ერის წინააღმდეგ. აი დღეს დიდგორობა, დიანა და არ შემიძლია საკუთარი დღეს დიდგორობა და ვისმენდი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ მოსაგვები გვაქვს დიდგორიო, ხო? ბრძანა და ალბათ ბევრი მათი მეგობარი ზგავს სიტყოდა. და დიდგორს იგებენ მტერთან. დიდგორს მტერთან იგებენ, მტერის წინააღმდეგ იგებენ და არა საკუთარ ხალხთან. საკუთარ ხალხს დიდგორი როგორ უნდა მოუგო? და ესენი თუ გულისხმობენ, რომ დიდგორი საკუთარ ხალხს უნდა მოიგონ, კი ბატონო, ეს ბრძოლა გაჩაღებული აქვთ. როცა ავიმეორებ გოიმს და ქსენოფობს ეძახიან ქართველ ხალხს, არც ერთ ხელისუფლებას გავში რამე არ უკადრია. ბევრ ხელისუფლებას შეცდომა დაუშვია. დიანა, დაუშვია ხელისუფლებას შეცდომა. ძიმე შეცდომაც, დანაშაულებებიც ჩადენილა, მაგრამ განზრახ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების წინააღმდეგ წასულიყო ხელისუფლება და საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალა და თავად სტრატეგიულ ჩვენს მეგობრებს უწოდოს ძირგამომთხრელი ძალა, ეს არავის არ უკადრია. არასოდეს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასეთ ცალსახად პრობლემა არ მდგარა დასავლეთი ეროვნული ინტერესი თუ რუსეთი. რუსეთის სპეცსამსახურები, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი დიდი ნაწილი მოსახლეობისაც, ესე უნდა ითქვას, რომელსაც არანორმალური სურვილი აქვთ დაიბრუნონ აი ეს დერჟავნიკული ემოციები და განცდები. დიახაც, აპირებენ და უნდათ მათი გეგმით, რომ ვაქციონ გუბერნიათ, დაჭაობებულ გუბერნიათ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დასაშვებია და რაც გამარჯვებას მოუტანს ქართულ ხალხს. და რა უნდა გააკეთოთ? ყველაფერი, დიანა, პირდაპირ გეუბნებთ, ყველაფერი, რაც დასაშვებია. ყველაფერი, რაც დასაშვებია ამ ქვეყნის სიყვარულის ფარგლებში, ამ ქვეყნის ინტერესების, სახელმწიფოს სამშობლოს, თავდაუზოგავი, გონივრული, პრაგმატული ისევ გავიმეორებ, შრომა, რომელიც დაწყებულია, ხა შეიძლება არიან ადამიანები ჯერ ვერ ხედავენ ამ შრომის შედეგს და ამ შრომის ნაყოფს, მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ისინი დაინახავენ. და რას აპირებთ? არის რამდენიმე გზა. ერთი ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გზა, თუნდაც ბუტაფორიულ, მაგრამ პროცესში იყვნენ ოცნებასთან ერთად, თუნდაც ბუტაფორიულ დეოლიგარქიზაციის კომისიაში ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით იყვნენ და იმუშაონ,
მინიმუმ იმისთვის რომ თქვან იქ რა ხდება, მინიმუმ იმისთვის რომ ამხილონ პროცესი, მინიმუმ იმისთვის რომ ოცნებას ხელის გასაშველი არ მისცენ რომ ოპოზიცია არ ჩაერთო ამ პროცესში და ასე შემდეგ. ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც არის პარლამენტში, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რჩება საპარლამენტო ცხოვრებაში და იქ ელოდება, თქვათ, კომიტეტებში, სესიაზე, როდის იქნება ეს პროექტები გამოტანილი, ანუ საპარლამენტო ცხოვრებას აგრძელებს და არის ასევე ჯგუფები, მათ შორის პარლამენტში ახსენე ვაშაძე ამბობდა, რომ სექტემბრიდან აქციები, ზურავ გირჩი-ჯაფარიძე ამბობს, რომ დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი, ეს თქვათ, პიკეტი, აქცია შეიძლება მოგწონს, შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ გეგმა, იცი რაზე მიდიხარ? არა ისე როგორც მაგალითად სხვა რამ ქვია აქციას და ბავშვებით მიდიხარ და უცებ შეიძლება ვიღაცას სხვა იდეა გაუჩნდეს. ხიად დეკლარირებულად რაზე ეპატიჟება, სად ეპატიჟება თანამოაზრებს არის ცნობილი. აი სად არის აქ თქვენი გზა, ან თქვენ რა ცალკე გზა გაქვთ? აი არ იქნება თავდადებლობის გარეშე სრულად ავანგარდში ამ ისტორიული პოლიტიკური ეროვნული პროცესისა. ავანგარდში ვიქნებით და პოლიტიკური პროცესი ეს არ არის წინასწარმეტყველება. შეუძლებელია დღეს ერთი კონკრეტული გეგმა, სტრატეგია ითქვას, რომ წარმატებით იმუშავებს სექტემბერში, ოქტომბერში არის და იქნება რამდენიმე გამოსავალი, რამდენიმე გზა, რამდენიმე გეგმა, როგორც მოგწონთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ახლა მატერიალური სახით მაგიდასთან დადებული. არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში არ არის სერიოზული ჩემი მხრიდან ვისაუბრო კონკრეტულად იმ გეგმებზე, რომელიც მუშავდება ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც წინ აღუდგება ანტიეროვნულ რუსულ ძალას. და არ მიცეთ შესაძლებლობას ამ ადამიანებს საბოლოოდ ჩაგვაბარონ რუსეთს. და ეხლა თუ კი ვინმეს აქვს იმისი მაპატიეთ მოთხოვნა თუნდაც ლეგიტიმური ან ცნობის მოყარეობა, რა თქმა უნდა, არის ადგილზე და სურთ რომ ეხლა ნიკამელიამ ჩემო მეგობრებმა სხვადასხვა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები, როდესაც მოდიან ახდებიან თქვენ გადაცემის სტუმრები, კონკრეტულად ვისაუბროთ გეგმებზე, ეს ჩემის აზრით პოლიტიკურად პირველ რიგში იქნება გაუმართლებელი. მაგრამ ის რომ ძალიან ბევრი ხერხი და მეთოდი იქნება ნაცადი, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს რუსული რეჟიმი დავამარცხოთ ყველაფრის ხარჯზე, მეტი რა გითხრათ? ყველაფრის ხარჯზე. დავამარცხოთ, ესა ძალიან ნათელი. დაჩერება პარლამენტი ახსენეთ. ცდელობებია ანის გამოვა, ანის ანის. ამას ხო 10 წელი ამას აკეთებთ. ერთი წუთით დიანა ეხლა თქვენი მაყურებლებისთვისაც მინდა ძვირფასი ადამიანების გასაგებ გითხრათ. ეს ბრძოლა ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იყო ურთულესი წლების განმავლობაში, დასაწყისში იყო უბრალოდ ბრძოლა გადარჩენისთვის, ხო? ადამიანი, რომელმაც ჩამოაყალიბა მძიმედ ოლიგარქიული რეჟიმი და ადამიანმა, რომელმაც თავისი მილიარდებით ოპოზიციიდან დაამარცხა ძლიერი ნაციონალური მოძრაობა მილიარდებით პირდაპირ და რა თქმა უნდა კაპიტალიზმის მოძრაობას ხელისუფლებას უჭირდა ფული. მოდით ახლა. შეიძლება იმდენი არ ქონდა, მაგრამ იმას იმდენიც არ დაუხდა. ამიტომ ეს ადამიანი და კაპიტალიზება მოახდინა, რა თქმა უნდა, იმ პროპაგანდის წარმოებით არ მოვერიდები ამ სიტყვას, რა თქმა უნდა და ამ აზრს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური დახმარებითაც. დიახაც, მაშინდელმა რუსულმა სპეცსამსახურება ახალგაზრდა ქართული სპეცსამსახურები დაამარცხეს და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ დღეს უკვე სპეცსამსახურებით იყო ეს გამარჯვება ივანიშვილის მხარეს თუ ხალხი უბრალოდ წინა ხელისუფლებაზე იმედგაცრუებულმა მაშინ დაინახა ალტერნატივა. გულწრფელი ემოციებით ისარგებლა, გულწრფელი ბრაზით ისარგებლა არც თუ ისე ცოტა ადამიანისა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, მაგრამ ეხლა ამ გადმოსახედიდან არ ჩანს რომ ეს ბატონი სხვა ზრახვებით იყო წარმოდგენილი. მე ამაში ეჭვი არ მეპარე და მე ვფიქრობ ძალიან ბევრს უკვე არ ეპარება ეჭვი. და ეხლა ადამიანი რომელიც მილიარდებით და ამ მილიარდებს კიდე დაუმატა ჩვენს ხარჯზე ძირითადად ეს ფული და მიიტაცა ეხლა ბერკეტები და ასე არის იქ დაფესვიანებული ამ ხელისუფლებაში, არ აღმოჩნდა მარტივი ამ ადამიანის რეჟიმიზე დამარცხება, მაგრამ აქვს ყველაფერს თავისი დასასრული და ეს დასასრული უნდა დადგეს უახლოეს პერიოდში. ჩვენ
ნიკა, ბევრისგან იმეორებ დიანა, არ ვიცი ვისგან რა მოგისმენიათ დიანა, არ ვიცით ვისგან რა მოგისმენიათ, მაგრამ არ ვიცი ვისგან რა მოგისმენიათ. მაგრამ 2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახლოს იყო დამარცხებასთან. მაგრამ მე პირადად მომისმენია ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან, მათ შორის ოპოზიციონერებისგან, მათ შორის ჟურნალისტებისგან, რომ ეს რა ვიკადრეთ, ეს რა ძალადობა დავუშვით. ახლოს იყო თუ არა მარცხთან რეჟიმი 2019 წლის 20 ივნისს. მე მიხარია რომ დღეს სამი დამარცხთან, რამე უფრო მეტი უნდა გიქნა. იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილმა დრო გამონახა, რომ კრიტიკის ქართ ცეცხლში გაეტარებია ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის თქვენი მონამორჩილი ადამიანი, რომელიც მაშინვე ვიყავი დაწუნებული თეთრი ხელთათმანებით რეჟიმს ვერ ამარცხებ. და ვერც დავამარცხებ, მაგინდათ რომ შედიოდი პარლამენტში, საზოგადოება კონსოლიდირებული. შეიძლება დავასრულებ ასე, ვერ ვასრულებ ასე. კი, მაგრამ კითხვა დავასრულებ, ანუ ვიგავიგონე. ითხოვს თქვენი საუბარი. კონსოლიდაციის დეფიციტი იყო დიანა 2019 წელს და სწორედ ამ პრობლემას უკავშირებ, იმ პრობლემას უკავშირებ, რომელიც ზემოთ ვახსენე. ჯერ კიდევ არც თუ ისე ცოტა ადამიანისთვის არ იყო ნათელი, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პარტიას ქართული ოცნება დაარქვა, მაგრამ დღეს უმრავლესობა უკვე თამამად ამბობს, რომ ეს არის რუსული ოცნება. ამიტომ იყო დემოკრატიული ოპოზიციური ძალები, იყო არც თუ ისე შორს რეჟიმის დამარცხებასთან და ამის შემდეგ დემოკრატიული არჩევნების შესაძლებლობის, ანუ უფლების მოპოვებასთან, მაგრამ ეს პრობლემა იყო საზოგადოებაში. ეს პრობლემა იყო საზოგადოებაში. მე მახსოვს პირადად. ისე არ გამომივიდეს, რომ მე ვიყავი მოკლედ სულ ისე ჩამდგმელი 2019 წლის 20 ივნისის, ხო, ეს იყო რეაქცია იყო, ყველა ნორმალური ღირსეული პატრიოტი ქართველი, ისე მე ვიყავი ერთ-ერთი. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პროცესები სხვაგვარად წარიმართებოდა, საზოგადოების დღეს დიდწილად ოპოზიციური ნაწილი რომ ყოფილიყო კვეთრად ერთ პოზიციაზე. ამიტომ ამოცანები გასრულდა, ამოცანები გართულდა, ამოცანა კი პარლამენტის ეზოში. სანამ არ გადადგებოდა კობახიძე, ხო? და შედეგად რა მოხდა? პრემიერ-მინისტრად აქციეს შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინდელი, ხო? ხო გაიწოვა, ხო პროტესტვა, რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთი დავჭამეთ. იმიტომ რომ ბევრმა ვიცე-პოლიტიკურ პრიზმაში დაინახა ის პროცესები და მე დიდი იმედი მაქვს და მუშაობის რაღაცა ნაწილი ამ მიმართულებასაც ეძღვნება. პოლიტიკური პროცესი არ არის ყველაფერი ის, რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, ხო? დავწუნდეთ ჩვენს გარშემო თანამოაზრები, კოლეგები, ვთანხმდებით, რომ ვართ მართლაც ის ქართველები, რომლებიც ჩვენი წინაპრების სახით იყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში 3 წლის განმავლობაში 1918-დან 30 წლამდე სამწუხაროდ გაუშვეს შესაძლებლობა რომ შეენარჩუნებიათ სუვერენიტეტი. ვართ იმ პოზიციაში, იმ როლში სამწუხაროდ ეხლა თუ არ ვართ, მე გეუბნებით ვართ, სადღაც ვართ 1920 ნიკა 10 წლის განმავლობაში ძალიან ადამიანს თუ ჩვენ დავკარგავთ სუვერენიტეტი არ განახლებულა და ერთმანეთი როგორ ვერ შეიძლება პოლიტიკური სპექტრი 10-15 ადამიანს ერთმანეთი როგორ ვერ გაიცანით, როგორ ვერ შეისწავლეთ. არ თქვენ ამბობთ რომ კონსოლიდაციის პრობლემა გვაქვს. მე არ მისაუბრე მარტო პოლიტიკოს საზოგადოების ნაწილი ვიგულოს, მათ შორის ჟურნალისტები. ალბათ არ მახსოვს მათ შორის თქვენ შეიძლება გეხებათ ისაც მე ახლა ვსაუბრობ 2019 წლის 20 ივნისის გარშემო რა პოზიცია ხსნათ ვერ ვიტყვი ქონდა თქვენ დაფიქსირებული, ხო? არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ იყო მე ვერ არ ვამტყუნებ არავის, როდესაც ჩვენ რუს ებრძვი, როდესაც პუტინის წარმომადგენლებს ებრძვი, შესაძლებელია ბრძოლის ველზე ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც აი ამ სტუდიაში მждომა ნიკამელიამ ვისაუბრო და სხვა კიდე პოლიტიკურმა ლიდერებმა, მაგრამ რა თქმა უნდა
ეხლა იქნებ პრობლემა სწორედ იმაშია, ნიკა, რომ ოცნებით გულწრფელად აღშფოთებული ხალხის ნაკადის თავში გინდათ ხოლმე ყოფნა და შემდეგ ადამიანებს პრეტენზია აქვს. ვერ ახდენენ თქვენში, შეიძლება სხვა პოლიტიკურ ლიდერებში. ყვილია, გამწევი ძალის დანახვა. ყვილია ეს მარტივად. გეკითხებით. არ შეესაბამება სიმართლეს. და ამის დასტურია 20 ივნისი, 24 ივნისი, 3 ივლისი, ანუ ზაფხულის აქციები, ხო? სადაც ჩავთვალეთ თელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, შეიძლება მცდარად, მაგრამ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. მაგრამ ბუნებრივია, ეხლა მომდენო რომ არ გამოჩენილიყავით. მომდენო, ჩვენ ვიყავით აქტიური მონაწილეები, ჩვენს ხარდაჭერებთან, ჩვენს ოჯახის წევრებთან, ამორჩევლებთან ერთად. მაგრამ წარიმართა ისე როგორც წარიმართა, ხო? და ვეფე ტრაგედიას ჯერ ვერ ხედა გარდა იმისა, რომ დროში ჯერ კიდევ იწელება ამ რეჟიმის ცვლილება. მაგრამ ვეფიქრობ ეს მუხტი, ფიქრობ არა დარწმუნებული ვარ, არსად არ გაქვს შესაძლებელია მინავლდა მავანისთვის, მაგრამ აუცილებლად გაღვივდება და გაღვივდება მათ შორის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერების, მათი ამორჩევლების აქტიური მონაწილეობით. თუმცა დიანა, თან ხვდებით იმაზე, თუ არა, რომ ქვეყანას მართავს უკანონოდ რუსული ინტერესების გამტარებელი ადგილობრივი ლიდერები. და ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური პროცესი მოითხოვს მათ შორის ქუჩაში აქტივობებს, ჩვენ თუ მიზანზე თანხდებით, ჩვენ თუ ერთი სწორი მისწრაფება გვაქვს, რომ ქვეყანა სახელმწიფო ვიხილოთ დემოკრატიულ სახელმწიფოთა ერთობაში, ანუ ორ კავშირში, ხო? ეს გზა ვარდებით მოფენილი ვერ იქნება. შენ უპირისპირდები სპეცსამსახურებს, მოძალადეებს, ბოროტმოქმედებს, რომელსაც ზურგს უმაგრებს ქუჩაში, ნიკა? არ გიყვებით, ეხლა არაერთი ცდელობა ყოფილა ამისი, ხო? მაგრამ სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ეხლა თქვენ შემდეგ შემოვა იაგო ხვიჩია, რომელსაც არ მოსწონს პოლიტიკის რადიკალიზაციას, მისი პოზიცია ამ რატომ ფიქრობთ, რომ ყოველს უნდა მიაჩნდეს, რომ საბოტაჟით მან რაღაცა უნდა ვისაუბრო, არა, ზოგადად ვამბობ. პიკეტია, შუაში არა და არც ქუჩაში აქტიურობას როცა ვსაუბრობთ, ზურა ჯაფარი საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს ხდება, რომ მათი აქტიურობის გარეშე, ვინც ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე შემორჩით. ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე შემორჩით და ვიცლებით სისხლით, ხო? წელიწადში 100,000 საქართველოს მოქალაქე რჩება. ტოვებს ქვეყნის ფარგლებს. კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს აქ დარჩენილ ადამიანებს, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დემოკრატიული ცვლილებები. ნებისმიერი დასაშვები მეთოდებისა და ზომების გამოყენებით. ეხლა ვერ ამალაპარაკებთ იმ კონკრეტულ მეთოდებზე, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული. სექტემბრიდან ნაციონალური მოძრაობა იქნება საპროტესტო აქციების ავანგარდში. თქვენ ხო ყოფილიყავთ ავანგარდში, ჟურნალისტები, ყველაზე პოპულარული ადამიანები, ხო ყოფილიყავთ? ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, ძალიან მძიმე თარიღი, ძალიან მძიმე ისტორიას უკავშირდებოდა. შეიძლება დავასრულებ. კი ბატონო, რატო ჩათვალეთ ამის წამოძახებას? არა, წამოძახება არ არის, აზრს თუ ვერ დავასრულებ, შესაძლებელია წამოძახებად ჩამეთვალოთ თქვენ. სტარად. თქვენც ხო ბრძანდებოდით ავანგარდში საპროტესტო აქციებისა და უშუალოდ შეეხეთ იმ სიბოროტეს თავარ გამზრზე ქვეყნისა. სამოქალაქო საზოგადოებაც, ხო? დიდი პატივისცემა მათ და თქვენც ხო ისინიც ხო იყვნენ ავანგარდში და კიდევ უფრო კარგად გამობრძანდილი არიან ამ ბრძოლაში. ხო? და ვერ დასრულდა სამწუხაროდ იმ შედეგით, რა შედეგსაც ველოდით ყველანი ერთად და მოძალადეების დასჯას ვერ მივახცეთ, რომლებაც იმსხვერპლეს ჟურნალისტი, ოპერატორი, ადამიანი ლექსულ ლაშქარავა. ამიტომ მე ვარ ერთი კონკრეტული გადაცემის ჟურნალისტი. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანაში რიგით მეორე პარტიას მართავდე და ხელისუფლებაში მოსვლა მინდოდეს. ამიტომ თქვენს გაცილებით სხვა წონა, სხვა ამბიციები გაქვთ. მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ამიტომ ამ ორი ბრძოლის შედარება სრულიად არარელევანტურია. მე რას მოვაყოლე, ხა მეხსიერებას არ უჩივი და მოვაყოლე ვინ გიშლიდათ ხელს ასეთ რეპლიკა სწორცნეთ. ვინ გიშლიდა ხელს? ვინ გიშლიდა ხელს კი არა. თავდაბლობის გარეშე გეტყვით ასევე ჩემი პარტიის სახელით და პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის სახელით და მე რა თქმა უნდა სხვა პარტიების
სახედროს, რომელიც შემდეგ შემოგვიერთენ ამ ბრძოლაში ოპოზიციურ ველზე, ხო? რა თქმა უნდა, თქვენი როლიც უდიდესია, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ სუნთქავს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, რომ დაცემულიყო ბრძოლის ველზე, ვისაც ყველაფერს აკეთებდა ბიზნესში 2013, 2014, 2015 წლებში განსაკუთრებით 2016-შიც ბევრი არაფერი არ დაუკლია, ხო? მე ვფიქრობ, შესაძლებელია აი ეს ტელეკომპანია ვერც კი გახსნილიყო მაგალითად. მართლა ასე მჯერა. ამიტომ უსამართლოდ მიმაჩნია ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ცხოვრებისთვის არის სიკეთე ამას ამბობ. ბატონო? ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო ამ წლებში სიკეთე. და ეჭვგებარება? ეკითხე, ანუ გაზუსტებინებ. ნაციონალური მოძრაობა იყო სამწუხაროდ იმ წლებში გაიხსენეთ, რომ ამდენი ოპოზიციური პარტია არსებობდა, ერთადერთი ირაკლი ალასანიას პარტია და რა დაიმართა 2016 წლის შემდეგ, ხო? სამწუხაროდ. გააქრა პირდაპირ ეთერში ატვირთო რუსული ქართული ოცნების სპეცსამსახურება, ეს სპეცოპერაცია ჩაუტარეს, ხო? მაშინ ამ პარტიის ლიდერს და ბევრი მათგანი დღეს არის ამ ხელისუფლებაში. ამიტომ ნაციონალური მოძრაობას ცდა ძალისხმევა არ დაუკლია. ეს პარტია ყოველ წელს წერს ისტორიას თავისი შეუპოვრობით, თავისი ბრძოლით, შრომით, შეცდომებით, დიახაც, მაგრამ გუწრფელი ერთი იდეა, რამაც ეს პარტია გადაარჩინა და ეს პარტია ძლიერდება, არის ის, რაც თქვენს და მეც გვაერთიანებს. ევროპული იდეა, ევროპული მომავალი. და ეს ევროპული მომავალი ღირებულება, ეხლა როგორც არასოდეს საფრთხის ქვეშ დადგა, ეხლა უკვე დრო ნამდვილად ბევრი აღარ დაგვრჩა თქვენს როგორც ჟურნალისტს, დამოუკიდებელი საქართველოსი და ასევე მე როგორც პოლიტიკოს, რომელიც მუშაობ, ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად, სხვებთან ერთად ამ ქვეყანაში და მე არ მინდა ჩემი შვილი თქვენ არ გინდა თქვენი შვილები გაზარდოთ. ნიკა, დასაფასებელია იყო თავარი სამიზნე ამდენი წლებია ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობ, ეს დასაფასებელია ამდენი წელი შეიმტრო, რომ ასეთი გამოცდილება საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, რომ მართველი პარტია, რომელიც მარცხდება, ქრებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ის დარჩა და ამდენი წელი არის ოპოზიციაში, მაგრამ იქნებ შევხედოთ ასე საკითხს. თქვენი ამომრჩეველთა რაოდენობა არ არის საკმარისი ოცნების დასამარცხებლად, ის ვერ რჩება თავის ფარგლებში მეტწილად და მთავარი პრობლემა არის თუ არა, რომ შეიძლება რასაც ამბობთ, არის თქვენი ამომრჩევლისთვის საკმარისი, მაგრამ ახლის დასამატებლად პარტიული ისტორიაც, რაღაც დნმ-იც, ეს რიტორიკაც, მუდმივი მოლოდინების შექმნა, თანმიმდევრულობის პრობლემაც, რომელიც აი წეგან ვახსენე, თქვენი ბოლო 3 წლის ჰედლაინებს გადავხედე და იყო რამდენიმე შემთხვევა ურთიერთ გამომრიცხავ. მითხარით, გიბუნო. არა, ძალიან კონკრეტულ თემებს ეხება, აი უწყვეტი აქციები იქნება, სანამ ხელისუფლება არ დამთავრდება, ვიცი როგორ გამოვიყვანო სააკაშვილი საპატიმროდან, არ შევალ პარლამენტში, შემდეგ ვინ შევიდეს პარლამენტში. ანუ სხვადასხვა თემაზე. ჯერეთიც გეუბნებით, ციხიდან რო გამო პარლამენტი შეცდოს დაკავშირებით, რა, კითხვა ის უნდა უპასუხო, ხო? კითხვას. დიახაც ჩემი პარი პოზიცია იყო და მათ შორის მაშინ იმ პერიოდში რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიც სხვაგვარად რომ ყოფილიყვნენ პოზიციის თვალსაზრისით წარმოდგენილი, მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი ნამდვილად არ შეწყდებოდა, ამ საკითხს აღარ გავშლი. მაგრამ ჩემთვის დიახაც მიუღებელი იყო მაშინ იმ მოთხოვნის არ შესრულება, რომელიც საზოგადოებაში იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე პარტია უკვე პარლამენტში აღმოჩნდა და იქ უკვე აზრს კარგავდა პარლამენტის ბოიკოტი ჩვენი მხრიდან. აი ნახეთ, თქვენი პარტია, მაშინ ასე დავსვამ კითხვას, თქვენი პარტია ოცნების შეფასებისას ლამის 2012 წლიდან იმ ტიპის რიტორიკას იყენებს, რომ საზოგადოება რეზისტენტული გახდა, გელი მოდის არ იყოს. ეხლა როდის არის პრორუსული, ახლა გახდა თუ 12-ში იყო. მე არ გამოვიწყავ და არ მინდა ტექსტებით მოიხსენიები, ხო ამარ გახდა, ხო ასე დავსვამ კითხვას, რომ თუ აკვირდებით, ჩემზე მეც საუბრობთ. ხომ არ გახდა რეზისტენტული საზოგადოება თქვენი შეფასებების მიმართ?
2012 წლიდან ამიტომ ვისაუბრეთ, მთელი 4 წლის განმავლობაში ჩვენ პოლიტიკურ პროცესში არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ბრძოლის ველზე, შიშველი მუშტებით და ხელებით ვიცავდით საკუთარ თავს და ამ ქვეყნის ინტერესებს, ეს ასე იყო. და ბევრისთვის რაც მაშინ მარგინალური იყო ის მოსაზრებები, ის ხედვები, რომელსაც ვაცნობდით საზოგადოებას, ხო? დღეს ვართ თანამებრძოლები. მე ნიშანს არ უგებ არავის, უბრალოდ სამწუხარო რეალობა დადგა. ეს ერთი, მეორე, მე არ ვცდილობ მხოლოდ ველაპარაკო ნაციონალური მოძრაობის ძვირფას ამორჩევას, რომელიც 2013 წლიდან არის ამ პარტიასთან ერთად ბრძოლაში და 2012 წლიდან არის ამ პარტიას შემოერთებული. მე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ყველა ეთერი გამოვიყენო სხვადასხვა გემოვნების ამორჩეველთან საუბრისთვის, მაგრამ განკოცებულ ამორჩეველსაც უნებრივია ეს არის ინტერესი პოლიტიკური, პრაგმატული, რომ ადამიანებმა გააკეთონ მომავალში სწორი არჩევნები, ეს ყველაფერი ოდესაც არჩევნებამდე მივა საქმე, მაგრამ დღეს არჩევნების ჩატარების უფლება უნდა მოვიპოვოთ. უფლება გვაქვს წართმეული, ხო? რეალური არჩევნების ჩატარების მექანიზმი არ არსებობს რეჟიმის ცვლილებისა თუ არა, რა თქმა უნდა, თავარ გამზირზე დროდადრო გასვლის. აბა ნორმალური პოლიტიკური პროცესი რო იყოს, დიანა, მე დღეს თქვენთან მარტო აქ შეიძლება არ ყოფილიყო, ან თვეში ერთხელ დებატი გაიმართებოდა ჩემსა და მაგალითად ყობახიძეს შორის. აი კითხვას გისმოთ, ქართული ოცნების ყობახიძეს ერთ-ერთზე სიამოვნებით უმასპინძლებ. ხო, ლიდერებს რატო არ სურთ დებატები ოპოზიციონერებთან, ხო? რატო არ სურთ? იმიტომ მათ განა არიციან, რასაც ჩვენ მას ვუწოდებთ, რომ ისინი არიან უსამშობლოები და რატო რეაგირებენ ასე მწვავედ? იმიტომ კი არა რეაგირებენ რომ ეს არ არის სიმართლე. სიმართლე რო არის, იმიტომ რეაგირებენ და სიმართლე არის მწარე. სიმართლე თვალებს თხრის. ხო, ნორმალური პოლიტიკური პროცესი არ არის ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში. საპარლამენტო ცხოვრება არ არის და არ იქნება ნორმალური. არ იქნება ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება და ეხლა ვინმეს თუ უნდა უბრალოდ რომ საპარლამენტო მანდატი ედოს იმისათვის რომ თავი მოიწონოს არის პარლამენტარი, ხო? ეს სხვა საკითხი, აქ დავაში არ არის შესაძლებელი. ნაციონალური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას საკომიტეტო მოსვენებში და უშუალოდ კენჭისყრაში თუ დაადგა საშველი ამ რეჟიმმა კენჭი უყაროს და ამით შეასრულოს ევროპული დასავლური დავალება. თქვენი ამოცანა არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა? ბატონო. ვადამდელი არჩევნების მიღწევა არის თქვენი ამოცანა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები შვიდობიანად, ამას სჭირდება არჩევნები და რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს, რაც სენატიც არ უნდა განვითარდეს, საბოლოო გაჩერება არჩევნები იქნება. შეუძლებელია. რა დემონსტრაციას არ უნდა ჩაატარო, რა მასობრივი აქციები არ უნდა გამართო, ხო? რა მეთოდით და ხერხითაც დასაშვებს გულისხმობ, არ უნდა შეცვალო შენ ხელისუფლება ან აიძულო, რომ მან გააგდოს მიტაცებული ბერკეტი პროცესი მივა არჩევნებამდე. კი ბატონო, მე მინდა კითხოთ, პარტია ნაციონალური მოძრაობა და არავის უბრალოდ გულწრფელად არ დავეთანხმები, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ ვინმე ასე ფიქრობს, აქტიურად ეს ორი თვე არ მუშაობს, მათ შორის საზოგადოებასთან, მათ შორის აქტიურ უნდა ვთქვა, რომ ძალიან გააქტიურებული ხართ ბოლო დღეებია, დღე არ გავა რომ რაღაც თემაზე არ მიმართავ. პოლიტიკაში მე შესაძლებელია კონდეს ნაკლი ბევრი და რა თქმა უნდა მაქვს ასეთი ნაკლი, კონდეს სხვა ისეთი უნარი, რაც შესაძლებელია სხვა პოლიტიკოსებს არ კონდეს ეს შორეული მოვლენა, ხო? მაგრამ ნუ ინტუიციას ჯერ არ ვუღალატი ვარ, დიანა. აი, ნუ კანით ვგრძნობ, პოლიტიკური გამოცდილება ამ ყველაფერს კარნახობს, რომ სახელმწიფოს, საქართველოს ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან რთული იქნება პროცესების შემოტრიალება იმ დაგვარად, რომ ჩვენ მომავალში 10 წლის შემდეგ უბრალოდ არ შევწყვეს. მე როგორც პოლიტიკოს გავკადნიერდები და ვიტყვი თქვენს როგორც ჟურნალისტს, როგორც საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში, რომ რაღაცა დავაკელით და ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა და დავემსგავსეთ ომსკს და ტომსკს. აი ეს საფრთხე დევს
ხელის გულზე და მინდა ნიკა მოვასწრო კიდევ ერთი თემა დღეს ნიკა ეკა ხერხეულიძე იყო სააკაშვილის მოსანახულებლად შესული ეს გასაგებია რომ კონტაქტობს მეგობართან ასე იყო ფორმულირებული ადრე მაგრამ ის არის თქვენი პარტიის წევრი ეკა არის თუ არა თქვენთვის ცნობილი სააკაშვილის თქვენს პარტიასთან შემდგომი კომუნიკაციის თემა ანუ რაიმე შეიცვალა თუ არ შეიცვალა აფერშებს გარდა იმისა რომ შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. ახლა ნუ რამდენჯერ უნდა თქვას რამდენმა ექიმმა რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკას ვეღარ უძლებს. ნუ ვეღარ უძლებს. არის ოდნავი შანსი ადვოკატები ხედავენ ამ შანსს რომ შეიძლება რეალიზდეს მხოლოდ გულშემატკივრობ რომ მოხდეს მისი გადაყვანა საზოგადოებრივ მაგრამ ვალდებული ვარ როგორც პოლიტიკოსი ამ შანსზე არ ვიყო მხოლოდ გასწორებული და სწორება არ მქონდეს მხოლოდ ამ შანსზე და საფუძველი ახლავე ჩაუყარო აი ეს მთელი ივლისი აგვისტო ამას ვაკეთებდი რომ რა ვქნა მჯერა რომ ივანიშვილის დამარცხებისას მოხდება პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება ნეტა ვწდებოდე და მანამდე მოხდეს ვალდებული რომ პროცესი გაყვანით დასრულდეს ბატონო ეს პროცესი მისი გადაყვანით ქვეყნა გაყვანით ან გადაყვანით სამკურნალოდ დასრულდეს ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლება იცით რა მე სადაც არის იმ მცირე შანსსაც რა თქმა უნდა არსებობის უფლებას დავუტოვებდი მაგრამ ვიცი რა მთელი ბუნება ამ რეჟიმისა და განსაკუთრებით ივანიშვილისა ხო არ ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გულშემატკივრობთ ხო აი კითხეთ არ კვიეთ რომ არ გაიწელოს დროში უსასრულოდ სააკაშვილის პატიმრობა ნიკა გლარამიას პატიმრობა და ბევრ ეთერში ისე მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში რომ ნიკა ვეღარც ვახსენე იმდენ რამე ხდება და მოკითხა ნიკასაც მიშასაც ბაჩო თამლესაც ყველას მაგრამ კითხვა ნიკას არა თუ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ გავათავისუფლებთ კიდევ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას. ოღონდ ჩაკეტილი საზოგადოება გახდება საქართველოს. რახანეს თემა იყო, რა გიწევდათ ამ თემაზე კომენტირება, ამიტომ მაინც გეკითხებით, დააზუსტეთ თუ არა მისი შემდგომი დამოკიდებულება ნაციონალურ მოძრაობასთან. თქვენ გიწევდათ კომენტარის კეთება, რომ მიშას გარეშე ნულები არ ვართ და არ ვიქნებით და ასე ანუ რაღაც თქვენ რაღაც ტიპის კომენტარების კეთება გიწევდათ ამ თემაზე. საუბრობ იმას რა ხედვაც მაქვს დიანა დროა მე მგონი ყველამ გაამიცნო ეხლა რისის მჯერა რა ხედვაც მაქვს ამაზე საუბრობ ვისაუბრებ ასეთი ვიყავი ვარ და ვიქნები რა თქმა უნდა ეხლა თქვენ როგორია და მიხეილ სააკაშვილი აქ რო ამოვიდეს და იქნება ადრე თუ გვიან და თქვენი გადაცემის თუ ვერ გახდება კითხვას უნდა დავუსვეთ ნაციონალურ მოძრაობას თქვენს გარეშე ნული რას გიპასუხებთ რა თქმა უნდა ეს მთელი ძალაც ამაშია ხო ის არის უბრალოდ ამ პარტიის დამფუძნებელი არა უბრალოდ ქართველი პოლიტიკური ლიდერი არა მხოლოდ უკრაინელი პოლიტიკოსი არამედ მე ვფიქრობ გადაჭარბების გარეშე თავისი უნარჩვევების გათვალისწინებით და არა მხოლოდ არის სოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი ეს ასე არის ნამდვილად რა მაგრამ გუნდურობაზე როდესაც არის საუბარი რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი გუნდის წევრია უფრო ძლიერია გუნდი და რატო არის ეს ან საკამათო პეტრეცისკარიშვილმა ამ სტუდიაში თქვა იმიტომ ვერ მოვედით აქამდე ხელისუფლებაში რომ სათამაშო მოედანზე რონალდო არ გვყავს ანუ მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ ვერ ვიგებ თქვენ რა ადგილი გაქვთ მაშინ პარტიის თავმჯდომარეს თუ რონალდო არის სააკაშვილი რომლის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში შეიძლება მოგება მე აგი გითხარით სულ აი ამ რამდენიმე წამის წინ მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის თაობაზე, ხო? აი ადამიანი არ არის უთნილება, ხოლოდ ამ პარტიის მართლაც მჯერა რომ ბევრი რამ შეეძლო ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანს ამ ქვეყნისთვის გაეკეთებია. ისევე როგორც აი უკანასკნელი თვეები ნიკა გვარამია რომ ყოფილიყო გარეთ, ბევრი რამის გაკეთება შეეძლო და ამიტომაც არიან იქ სადაც არიან და იმიტომ გვინდა რომ ადამიანები იქ არ იყვნენ და აღარ მოხდეს უსამართლოდ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არის განუყოფელი ნაწილი პარტიისა მაგრამ პარტია უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მეტნაკები წარმატებულობით, სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა ძალით ამ ბრძოლაში ვიყავით და სამწუხაროდ ვადაპტირდით რომ დანაკლისი დრო და დრო
ამ პარტიას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური პატიმრების სახით და არ არის გამორიცხული რომ მომავალშიც ეს ყველაფერი გაგრძელდეს თუ სწრაფად არ დაასრულოს. ესეც აქვს პარტიას გადაზღვეული სააკაშვილმა მართლაც კურნალობის გადარჩენის სიცოცხლისთვის თუ გადაწყვიტა რომ ამ პარტიასთან არაფერი აღარ აკავშირებდეს. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მე არ მაქვს ხო შესაძლებლობა მასთან შესვლის. არ მაქვს, არ ვარ პარლამენტის წევრი და შესაძლებლობისად ვერ შევდივარ, ხო? მაგრამ ვიცი ვარ ინფორმირებული. ვიცი რა არის ნომერ პირველი წუხილი ახლა მისი ოჯახის წევრების და ყველასი. გადარჩეს მისი სიცოცხლე. ამის შემდეგ დრო გვაჩვენებს, მაგრამ გუნდი კიდევ უფრო მეტად არის მოსაბილიზებელი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, რომ იბრძოლოს. ეხლა აქ ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ იცით რა, მიხეილ სააკაშვილი რახან განეიტრალებულია სრულად პოლიტიკური პარტია ნაციონალურ მოძრაობა დაიშალოს და გადანაწილდეს მისი ამორჩევლების სხვა ჯგუფში, ამას ცდილობს 10 წლის განმავლობაში ბიზნესმენებს. სხვას კი არაფერს არ ცდილობს. ნიკა, გაქვთ მაინც თქვენი ინტუიციით და გამოცდილებით გადახარისხებული მისი პერსონალური მხარდამჭერი რამდენია პარტიაში, თქვენი პარტიის ამაში ამ სიღრმეებში რატო შევდივართ? აი რა მართლაც ერთ დღესაც რომ გადაწყვიტოს ცხოვრება ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ეს თქვენ რა პროცენტით დაგასარალებთ? პარტიაზე კი არა, დიანა, პითელი 70% გადაცემის ვისაუბრე, რომ ქვეყანა ილუქება და ქვეყანა და სახელმწიფო უქმდება. მართლა უქმდება. პოლიტიკური პატიმრები ადეთუგიან გამოვლენ, მათ შორის ქართულ მიწაზე გამოვლენ, მაგრამ შესაძლებელია სხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ ისინი. ხო შესაძლებელია ეს ავსებით სამწუხაროდ. ქვეყანა სახელმწიფოა გადასარჩენი და ამის შემდეგ ვიასპარეზებთ ჩვენ ნორმალურ კონკურენტულ გარემოში, მაგრამ დღეს უბრალოდ ჰუმანიტარული ამოცანის შესასრულების წინაშე დავდექით, ესეც თქვენი რბილად რო ვთქვათ, ნაკლი ამ პოლიტიკური სისტემისა, როდესაც პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სახით გადასარჩენი ყავს სიცოცხლის თვალსაზრისით. ებრძვის სიკვდილს. ეს ნორმალურია? ეს ნორმალურია, რომ ნიკა გვანამია არაფრის გამო ციხეშია? კი, რეზისტენტული საზოგადოება ხდება, მაგრამ რეზისტენტულობის უფლება არ გვაქვს. შეგუების უფლება არ გვაქვს. იმიტომ რომ ზურგში ვსუნთქავს უკვე რუსი ნამდვილად და თქვენ თუ გონიათ, რომ პრობლემა ნომერ პირველი არის ის ნაკადი რუსებისა, რომლებიც ამ ქვეყანაში შემოდიან, ასე არ არის. მთავარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრემლის პოლიტიკა წახალისდეს და აგრესიული გახდეს ქართველების წინააღმდეგ და რაც შეეხება ამ ქვეყანაში შემოსულ რუს მოქალაქეებს, რომლებიც აგერ ათასობით ბინადრობის მოწყობით არიან უკვე და ათასობით ბიზნესი გახსნეს. დიახაც, ეს არის კრემლის პოლიტიკის ნაწილი, რომელთაც დარწმუნებული მცდელობა აქვს, რომ წლების განმავლობაში ეს რეჟიმი განამტკიცონ და ამ ქვეყანაში ქართველი გახდეს სტუმარი და რუსი გახდეს მასპინძელი. ნიკა, მადლობა ამ შუა აგვისტოს რომ მუშაობთ და იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა ნიკა მელიას დავემშვიდობები, რეკლამის შემდეგ კი